ინფორმაციით საგარეჯოდან დავით ქაშიაშვილი საუბრობდა. სტიქიის შედეგების აღმოსაფრთხებლად ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყოფა მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. თბილისთან ერთად რთული ვითარება კახეთსა და აჭარის რამდენიმე რაიონში, სადაც წყალდიდობამ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დააზიანა. ხოლო დედაქალაქში ზარალი წინასწარი გათვლებით 3 მილიონამდეა. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გიგი უგულავამ საქალაქო სამსახურების უფროსებს დავალებები დღეს თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომაზე მისცა. თბილისის მერიის სამოქმედო გეგმის მიხედვით ხვალიდან ყველა ის საცხოვრებელი სახლი აღირიცხება, რომელიც სტიქიამ დააზიანა. თავდაპირველად სპეციალური ჯგუფები ზარალს დაითვლიან. შემდგომი ეტაპი კი პრობლემების მოგვარება იქნება, რომელზეც დედაქალაქის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებთან ინდივიდუალურად იმუშავებს. ცენტრალური გზები გაიხსნა და ამ მიმართულებით ახლა გზის დაგებაც სადაც საჭირო იყო დაწყებულია, მაგრამ ახლა ძალიან გთხოვთ უკვე ვიმუშაოთ ინდივიდუალურად ყველა იმ სახლში, სადაც წყალი შევიდა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ რაღაც ცენტრალური ესე თქვა გზები იხსნება ხოლმე, მე რაღაც უფრო მოდუნების ნიშნებია. ვისაც სჭირდებოდა ყველა ოჯახი უკვე დაბინავებულია, თუ რაიმე იქნება ოპერატიულად გთხოვთ რომ მივხედოთ. წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. გაიზრდება დედაქალაქის სარეზერვო ფონდი. ამ მოთხოვნით თბილისის მერია საკრებულოს მიმართავს. წინასწარი გათვლებით ზარალი მხოლოდ თბილისში 2-3 მილიონი ლარია. პირველ რიგში დღის წესრიგში დგას დაზარალებული ოჯახების დახმარება, ადგილზე მოწესრიგება, ყველა იმ საყოფაცხოვრებო პირობების გადაჭრა, დამატებით გამოიყოფა 2-3 მილიონი სარეზერვო ფონდი იზრდება მერის. თბილისის მთავრობის საგანგებო სხდომის გამართვამდე დედაქალაქის მერმა და ფინანსთა მინისტრმა დავალებები პრეზიდენტისგან მიიღეს. მიხეილ სააკაშვილმა მაშველებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. ძალიან გამართულად იმუშავეს მერის მაშველმა სამსახურება, თუ არა მათი გამართული მუშაობა და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსი, იქ ბევრად მეტი ხალხი დაიღუპებოდა, რაც მე ვნახე, სახურავიდან მოხსნეს ხალხი წუთებში რა, იმიტომ რომ მე შეიძლება ის ხალხიც დაკვალკოდა და ეხლა თავარია რომ უკვე გადავიწყეთ გადაყვანა დავიწყეთ ხო უკვე? კი გადაყვანა დავიწყეთ და ნუ 11-15 ოჯახამდე გადაყვანილია და დღის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება, ისე როგორც უზრუნველყოფა ტანსაცმლით და პირველადი აუცილებელი ყველა ნივთებით. მე მესმის რომ თქვენ ხალხ ღამეები არ ეძინა, მაგრამ მეორე შემდეგი ეტაპი რაც ამიტომ ვიფიქროთ და მაგაზე მე ვქო ჩვენ ადრე ვილაპარაკე რომ ეს ბარაკები თბილისში არ უნდა იყოს, თბილისში არ არის თავკომპანია, ყველა ეხლა რეგიონებში გაჩნდა ძალიან ბევრი სამსახური და ეს არის ძირითადად რეგიონებში ჩამოსული ხალხი, რომელსაც უბრალოდ განსაკუთრებით 7-8-9 წლის წინ. ეხლა ყოველ შემთხვევაში ის უნდა კაცრის სტანდარტები დავაწესოთ, რომ არავის არ გქონდეს ეს ცდუნება, რომ გარაჟის უკანა შესასვლელში დაასახლოს ვიღაცა და მართლა ამით მოითხოვოს ხელი, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი შეიძლება ამ ტრაგედიით დამთავრდეს, ხო? იმა რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესე ჯუშეთში, ლაგოდეხში, გურჯაანში მოხდა ზოგიერთ ადამიანს საერთოდ ყველაფერი გაუნადგურა. მინიმალური მაინც ზიანი ყველას უნდა უნაზღაუროთ. დაზარალებულ ოჯახებს ყველაზე გაჭირებულებს სახელმწიფო რაღაც მაინც უნდა უნაზღაუროს, ეს უნდა გვესმოდეს, ჩვენი რესურსები შეზღუდულია, ახლა ბევრად მეტი მინდა ამ ხალხს გაუკეთო, მაგრამ არაფერი არ გაუკეთოთ, ეს წარმოუდგენელია. ამიტომ დავთვალოთ, ნახოთ და უახლოეს დღეებში რაღაცა მივცეთ. იმასთან ერთად გავიგე სარეზერვო ფონდი და იქ გვაქვს რაღაც რესურსი, რომელსაც მოვაყენებთ. მინისტრთა კაბინეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის შედეგად დაზარალებული რეგიონებიდან ინფორმაცია დღეს პრემიერ-მინისტრს მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრებმა მიაწოდეს. ამ დროისათვის ქვეყნის ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა თავისუფალია. სოფლებში შიდა გზები იწმინდება. ელექტროენერგიის მიწოდება ყველა რეგიონში აღდგენილია. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს სუსტი აღწერილობა თუ რა პრობლემებია რომელ რაიონში, რომელ რეგიონში დღეს მივიღეთ შესაბამის თანხების გამოყოფაზე გადაწყვეტილებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ უახლოეს პერიოდში აღდგეს სრულად როგორც საგზაო მინისტრო ასევე ხიდებზეც არის გარკვეული შეფერხებები და ადგილობრივ გზებზე. პირველი გათვლებით დაახლოებით 5 მილიონი ლარის ზიანი მიადგა ამ რეგიონებს. მე გულისხმობ მხოლოდ ინფრასტრუქტურას. აქ არის საუბარი გზებზე, წყლის ობიექტებზე და ხიდებზე. შესაბამისად ეს საკითხი მოისმინა მთავრობამ, მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. სტიქიურებების შედეგად რაც იყო დაზიანებები აღმოფხვრილი არის და პრაქტიკულად ყველა იმ რაიონს, სადაც სტიქიურებები იყო, დღესდღეობით ელექტროენერგია მიეწოდება უკვე.
სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნო პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კახეთში ჩავიდა და ის სოფლები დაათვალიერა, სადაც ძლიერი წვიმისა და ღვარცოფის გამო ინფრასტრუქტურა და შიდა გზები მოიშალა. წყალდიდობამ სოფელ კოლაგის ერთ-ერთი უბანი გარესამყაროს მოწყვიტა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, გზების დიდი ნაწილი დანგრეულია, არის ასევე მოსახლეობის კერძო მეურნეობები დაზიანებული. მთავარი ის არის, რომ გადავრჩით, არ არის მსხვერპლი, დანარჩენს ყველაფერს შევეცდებით აღვადგინოთ. უკვე დაწყებულია ინფრასტრუქტურის აღდგენა, ფაქტიურად 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. კახეთთან ერთად წყალდიდობამ ინფრასტრუქტურა დააზიანა და ნათესები გაანადგურა დუშეთსა და მაღალმთიან აჭარაშიც. სტიქიის რეგიონებში სპეციალური კომისიები ამ დრომდე ზარალს ითვლიან. რამდენიმე დღეში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა დაიწყება.